გინდა კიდევ მოყვე ანეკდოტი მიურეი? არ მგონია შენი ხუმრობები საკმარისად რას მოვისმინეთ. მიიღებ? აღარ გვაინტერესებს. როცა მიწასთან მორჩა გაასწორებ, დავამთავრეთ. სულიერად გათიშეთ დავად კამერები. მყოფს, რომელსაც მთელი საზოგადოება ისე ექცევა როგორც ნაგავს. ჯინ, პოლიცია გამოიძახებ. გეტყვი, რასაც მიიღებ, იმას მიიღებ, რაც დაიმსახურე. გარეგნულად სერიული მკვლელი შეიძლება სრულიად ჩვეულებრივ ადამიანს გავდეს. კარგ თანამშრომელს, კომუნიკაბელურ მეზობელს, კანონმორჩილ მოქალაქეს. მაგრამ მისი აზრები შეშლილია. ფანტაზიები კი სისხლიანი. ციტატა წიგნიდან სერიული მკვლელის ენციკლოპედია. დღევანდელი ვიდეო ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ფენომენს შეეხება, თუმცა სანამ უშუალოდ ამ ფენომენზე დავიწყებ საუბარს, მანამდე მინდა გითხრათ, რომ დიდი ალბათობით YouTube ამ ვიდეოს +18-იან შეზღუდვას დაუწესებს. აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება, რომ გააზიაროთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში და დაალაიქოთ იმისთვის, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანმა ნახოს. და თუ ესკენით, მე მგონი დროა რომ დაგათვალიერებინოთ. საკმაოდ საინტერესო მუზეუმი. თქვენი აზრით, რა საერთოა ამ ნახატებს შორის? მოდი პატარა მინიშნებას მოგცემთ და თითოეულ მათგანს შესაბამის შესატყვის სახელს მივუწევთ. თუმცა ალბათ ხვდებით, რომ ყველა გოგონას ჯეინ დოუ ნამდვილად არ ერქმევა. ჯეინ დოუ არის ყველა იმ გარდაცვლილი გოგონას სახელი და გვარი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა. სტანდარტულად მსგავს შემთხვევაში მამაკაცებს ჯონ დოუს არქმევა. მოდით კიდევ ერთ მინიშნებას მოგცემთ, თუმცა ალბათ ამას ისედაც მიხვდებოდით. ყველა ის გოგონა, რომელსაც ჩემს ირგვლივ ვხედავთ, რეალური ადამიანის მიხედვით არის დახატული. და მათ ერთი მხატვარი ყავს. მისი სახელი სემუელ ლითლია. სემუელი მოყვარული მხატვარია. თუმცა ამას გარდა კიდევ ერთი ჰობი აქვს. ის სერიული მკვლელია. ადრე ითვლებოდა, რომ მას 3 ადამიანი ჰყავდა მოკლული. თუმცა მოგვიანებით, როცა ასაკში შევიდა, მან 93 ადამიანის მკვლელობა აღიარა. და თითოეული გოგონა, რომელსაც ამ ეგრეთ წოდებულ მუზეუმში ხედავთ, მისი მსხვერპლია. სემუელი 1970-იანიდან 2000-იანი წლების ჩათვლით მოქმედებდა და მისი მსხვერპლები ძირითადად იყვნენ ნარკოდამოკიდებული ქალები, რომლებიც სოციალურ იზოლაციას ირჩევდნენ და არ ახლობდნენ თავიანთი ოჯახის წევრებთან. და შესაბამისად მათი ამოცნობის პროცესი ნამდვილად არ იყო გამონძიებლებისთვის პრიორიტეტული. ის ასევე კლავდა სექს მუშაკებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გარდა ამისა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ოღონდ თან არ ჰქონდათ, არამედ საერთოდ არ ჰქონდათ აღებული. და შესაბამისად მათი ამოცნობა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. ლითლი იყო ეგრეთ წოდებული მობილური სერიული მკვლელი. მან ამერიკის 10 შტატში ჩაიდინა დანაშაული და ამ შტატების პოლიციელები თუ შერიფები, ისევე როგორც სასამართლო მედიცინის ექსპერტები, მკვლელობებს ერთმანეთთან არ აკავშირებდნენ. საკმაოდ უცნაური კი ის გახლავთ, რომ მან თავად აღიარა ეს დანაშაულები. საუბარი იმაზე მაქვს, რომ 2012 წელს მას დნმ-ის ტესტი ჩაუტარეს და ეს დნმ-ის ტესტი დაუკავშირდა 3 უკვე არსებულ კრიმინალურ ისტორიას. თუმცა მიუხედავად ამისა, მან ნახატების ხატვა დაიწყო და შესაბამისად ამ ნახატების დახმარებით გამონძიებლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მან 93 ადამიანი მოკლა. სემუელი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეზულტატის მქონე სერიულ მკვლელად ითვლება. და ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ის არც სიკვდილით დაუსჯიათ და არც არაფერი მსგავსი. არა, რა თქმა უნდა ის ციხეში მოკვდა, მაგრამ 80 წლის ასაკში და გულის შეტევით. ამ დროს ალბათ ჩდება შეკითხვა, არსებობს თუ არა კარმა. გაგიკვირდებათ, მაგრამ სერიული მკვლელები, ფსიქოპათები და მანიაკები საკმაოდ ხშირად იმხელა ყურადღების ცენტრში არიან ხოლმე, რომ ზოგჯერ ისინი ათასობით სასიყვარულო წერილსაც კი იღებენ. მეტიც, ზოგიერთ ადამიანს მათთან დაქორწინებაც კი სურს. დღევანდელ ვიდეოში მინდა შევეხო ერთ საკმაოდ საინტერესო ფენომენს, რომლის მიხედვითაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ხიბლავთ ფსიქოპათები. თუმცა ამ ფენომენის მიღმა არსებობს კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელსაც დღევანდელ ვიდეოში განვიხილავ. მაგალითად, იმას, თუ ზოგადად რატომ გვიზიდავს ძალადობა და რატომ მოგწონს კრიმინალური ისტორიები. მოდით გადავხედოთ ჩემს არხზე გამოქვეყნებული ვიდეოების სტატისტიკას. ეს ჯეფრი ეპშტეინის კუნძულის საქმეა, სადაც პედოფილებით სავსე მოძალადეების ისტორიაზე ვსაუბრობ. ამ ვიდეოში ელ-სალვადორის საკმაოდ სასტიკი ციხის ისტორიას გიყვებით. ეს კი პაბლო ესკობარის ცხოვრების შესახებ გაკეთებული 35 წუთიანი ვიდეოა. ნაცისტური გერმანიის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ამ არხის ყველაზე ნახვადი ვიდეოების სიაში შედის. თუ კი ძალიან ზედაპირულად შევხედავთ ამ საკითხს, ალბათ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ჩემს მაყურებლებს მოსწონთ ძალადობა, კრიმინალური ისტორიები, ის ისტორიული ფაქტები, სადაც ადამიანებს აწამებენ და ასე შემდეგ. და მაშინ ალბათ ლოგიკურად უნდა ჟღერდეს ისიც, რომ მათ ზოგადად ფსიქოპათები მოსწონთ. არა? არა, არინერვიულოთ, თქვენ დიდი ალბათობით ფსიქოპათები არ მოგწონთ.
რაც არ უნდა უცნაური იყოს მკვლელებისა და ზოგადად ძალადობის მიმართ ინტერესი ჩვენს ფუნდამენტურ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებაში დევს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ზოგადად გვიყვარს хаოსშიც კი რაღაც გარკვეული კანონზომიერების პოვნა. სერიულ მკვლელებზე დაკვირვებით ჩვენ ქვეცნობიერად ვცდილობთ შევიძინოთ ცოდნა ბოროტების შესახებ, რათა თავი დავიცვათ. ვიქმნით კონტროლის ილუზიას, რომ თუ გავიგებთ როგორ მოქმედებს მანიაკი, თავს უფრო დაცულად ვიგრძნობ. მაგრამ მოდით იმისთვის, რომ ამ პრობლემის არა ზედაპირული, არამედ ცოტა უფრო სიღრმისეული ანალიზი შემოგთავაზოთ, გაგაცნობთ რამდენიმე მაგალითს. გაიცანით, ეს ეპტონ ბერტონია. გოგონა, რომელმაც ერთმშვენიერ დღეს სასკოლო პროექტის დახმარებით შეიტყო ჩარლზ მენსონის შესახებ, რომელიც მენსონის ოჯახის სექტის ორგანიზატორი იყო და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მენსონს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჭილი. თუმცა ერთმშვენიერ დღეს მან ეპტონ ბერტონისგან მიიღო რომანტიკული შინაარსის წერილი, რომელსაც რა თქმა უნდა უპასუხა და შესაბამისად მათ შორის გარკვეული კომუნიკაცია დაიწყო. ეს კომუნიკაცია ბუნებრივია წერილობითი სახის იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მედია საშუალებებმა ამ საკითხზე საუბარი დაიწყეს. პატიმრობაში მყოფმა მენსონმა გოგონას სტარი შეარქვა. ეპტონი კი კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მასთან ახლოს ეცხოვრა. ალბათ ხვდებით, რომ მენსონი საუკეთესო სასიძო ნამდვილად არ იყო და მისი შეყვარება გარკვეულ ფსიქოლოგიურ გადახრას ნიშნავს. და მოდით განვიხილოთ, რასთან გვაქვს საქმე. ასეთ გადახრას ფსიქოლოგები ჰიბრისტოფილიას უწოდებენ და ჰიბრისტოფილები არიან ადამიანები, რომლებსაც სექსუალურად იზიდავთ მანიაკები, მოძალადეები და ზოგადად კანონდამრღვევი ადამიანები. ამ დიაგნოზის დასმისთვის წვრილი ხულიგნობა ან მოპარვა არ არის საკმარისი. საუბარი იმ სამართალ დამრღვევებზეა, რომლებიც ან მოძალადეები, ან სერიული მკვლელები არიან. ამ ტიპის პარაფილია ხშირ შემთხვევაში ქალებს აწუხებ, თუმცა მისი მიზეზები დღემდე არაა ბოლომდე ახსნილი. უმეტესი ჩვენგანი მსგავსი ტიპის სიყვარულისგან დაცულია მორალის ხარჯზე, თუმცა მეცნიერების გარკვეული ნაწილი ჰიბრისტოფილიის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ხანდახან ეს მორალი შეიძლება შეიცვალოს და იგი შეიძლება შეიცვალოს მაშინ, როდესაც ძალადობა ნორმალიზებულია. და მოდით აქაც რამდენიმე ისტორიული მაგალითი განვიხილოთ. 1970-იან წლებში დიდი ბრიტანეთის საკმაოდ მძიმე დანაშაულების ტალღა მოიცვა. 16 წლის თინეიჯერმა უსახლკარო მამაკაცი ხურდა ფულის მისაკუთრების გამო მოკლა. მისმა თანატოლმა 15 წლის გოგონაზე იძალადა და სანამ ამას იზამდა, შავი ჩექმები, თეთრი შარვალი და პერანგი ჩაიცვა. დაახლოებით ამავე ასაკის ბიჭებმა ახალგაზრდა გოგონა გააუპატიურეს და პროცესში ჯინ კელის სიმღერას Singing in the Rains ბღეროდნენ. ვისაც მექანიკური პორტოხალი ნანახი აქვს, დიდი ალბათობით უკვე გაავლო პარალელები, მაგრამ თუ ეს ფილმი არ გაქვთ ნანახი, ძალიან მოკლედ გეტყვით იმას, რომ დამნაშავეები ამ ფილმის მთავარი გმირის და ამავდროულად ბოროტმოქმედის, ალექსის და მისი მეგობრების ქმედებებს იმეორებდნენ. ალბათ არ გაგიკვირდება თუ კი გეტყვით, რომ აღნიშნული ფილმის პრემიერა, ანუ პირველი ჩვენება, ამ მოვლენებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1972 წელს დაიწყო. მაგრამ იყო თუ არა მექანიკური პორტოხალი ამ ძალადობრივი აქტების მთავარი მოტივატორი? ეს ცოტა საკამათო საკითხია და ამაზე თუ გსურთ კომენტარებში ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოს ყურებას მორჩებით, აქ მნიშვნელოვანი არის ცოტა განსხვავებული რამ. როგორც კი მომხდართან დაკავშირებით მედია საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, ფილმის რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა სცადა ეკრანიზაციის კინოთეატრებში ჩაშლა, თუმცა მექანიკური პორტოხალი მაინც გამოვიდა დიდ ეკრანებზე. და მიუხედავად ამ ცდილობებისა, 1972 წელს ეგრეთ წოდებული box office-ის მაჩვენებლების მიხედვით, იგი მე-11 ადგილზე გავიდა. სანამ ადამიანთა გარკვეული ნაწილი ბაძავდა ალექს და იმეორებდა მის ქმედებებს, საზოგადოების მეორე ნაწილს აინტერესებდა ის თუ რა ტიპის ფსიქოპათთან ჰქონდათ საქმე და შესაბამისად მიდიოდნენ ფილმის სანახავად. რაც პრინციპში გასაკვირი არ არის და სულაც რომ კინოთეატრების მაგალითი არ ავიღოთ, კარგად გავიხსენოთ ქართული ნაწარმოების სარჩო ბელაზე. რამე ლინკს აღწერაში დავტოვებ, ვისაც არ გაქვთ წაკითხული, წაიკითხეთ, ვფიქრობ მოგეწონებათ და ბევრ საკმაოდ საინტერესო დასკვნას გამოიგეთ. ამ ფილმის მთავარი გმირი ალექსი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარი გმირი რა თქმა უნდა ბჭყალებში, მიეკუთვნება კინოფსიქოპათების იმ კატეგორიას, რომლებიც არიან თავიდან ბოლომდე თავზე ხელაღებულები, მათთვის მიუღებელი არის სოციალური ნორმები და გარდა ამისა მათ არ გააჩნიათ არანაირი ემპათია. ალექსი არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყოს ბოროტება ინტელექტუალური და დახვეწილი.
ულამაზესი მუსიკა და ულმობელი ძალადობა, სისფერთვალება სიმპათიური ბიჭი და ფსიქიკური პრობლემები. ეს ყველაფერი ტვინში კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, რაც მაყურებელს აიძულებს, რომ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს პერსონაჟს. ბოროტების ასეთი გალამაზება მის მიმართ მიზიდულობის საფუძველს ქმნის. დიდი ალბათობით უმეტესობა თქვენგანი დამეთანხმება იმ აზრში, რომ კინოკულტურა, რომელიც პოპკულტურის განუყოფელი ნაწილია, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ხოდა ამ კინოკულტურაში საკმაოდ ხშირად შევხვდებით ალექსის მსგავს ფსიქოპათებს, რომლებიც კარგ ტიპებად მოგვევლინებიან ხოლმე. ეს უოლტერ ვაიტია, სერიალი Breaking Bad-ის მთავარი გმირი, რომელიც სოციალურ ნორმებს უპირისპირდება და ყიდის ნარკოტიკულ საშუალებებს. ეს დექსტერია, რომელიც უსამართლო სამართლებრივ სისტემას იმით უპირისპირდება, რომ თავად კლავს დამნაშავეებს. მას აქვს ერთგვარი კოდექსი, რომლის მიხედვითაც იგი უსწორდება მხოლოდ დამნაშავეებს, რომლებიც მართლმსაჯულებას გაექცნენ. სწორედ ამ კოდექსის გამო ჩვენ მისი გულშემატკივრები ვხდებით. არადა ამ დროს ის ამ კოდექსის გარეშე ერთი რიგითი სერიული მკვლელი იქნებოდა. აი ჰანიბალ ლექტერი კი ბრწყინვალე ფსიქიატრია და ამავდროულად დახვეწილი კანიბალი სერიული მკვლელი, რომელიც ინტელექტუალურ ბრძოლას უცხადებს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებს. რა თქმა უნდა, ამ სიის უსასრულოდ გაგრძელება არის შესაძლებელი, თუმცა მგონია, რომ მთავარ სათქმელს უკვე მივხვდით. წესით და რიგით ჩვენ ეს ადამიანები, ანუ მსგავსი ტიპაჟები, ანუ ნარკოდილერი, სერიული მკვლელი და კანიბალი უნდა გვეზიზღებოდეს. მაგრამ პოპკულტურამ რაღაც მხრივ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ჩვენ ვუგულ შემატკივროთ ასეთ ადამიანებს. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ true crime ჟანრს უყურებენ, იბრისტოფილიით შეიძლება დაავადდნენ? არა, რა თქმა უნდა არა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჟანრის პოპულარობას კარგად ხსნის ევოლუცია. ჩვენს ტვინს ძალიან უყვარს ფანტაზია. ის ხშირად წარმოიდგენს სხვადასხვა სცენარს, რომელშიც თავად არის მთავარი გმირი. მაგრამ ჩვენ ამასთან ერთად ვახერხებთ გარკვეული ჩარჩოების დაწესებას. ჩვენ ვიმახსოვრებთ ამა თუ იმ ფილმში ან ვიდეოში მყოფი პერსონაჟების ისტორიებს და შემდეგ ვაპროეცირებთ მათ გონებაში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ასე ჩვენ თითქოს ვახერხებთ იმ პატერნის შესწავლას, რომლის მიხედვითაც გაგვიმარტივდება ადამიანში მანიაკის აღმოჩენა და შემდეგ მისგან თავის დაღწევა. ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ეს პროცესი დაახლოებით ასე გამოიყურება. უყურე რაღაც გარკვეულ ვიდეოს, სადაც მანიაკზეა საუბარი? აჰა, შენ დოფამინი, იმიტომ რომ ახლა შენ უკვე იცი ის თუ როგორ უნდა გადაურჩე მანიაკს. ან როგორც მინიმუმ ის მაინც იცი, რომ ჩაობნელ ჩიხში მანქანა არ უნდა შეაყენო, მაშინ როცა მეგობარ გოგოსთან ერთად ხარ. ხო, რამე ეს ზოდიაკოზე იყო საუბარი. აქ თუ მიაჭერთ ზოდიაკოს ვიდეოს იხილავთ, ასე რომ მიაჭირეთ და გადადით უყურეთ, ვფიქრობ მოგეწონებათ. თუმცა მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ უყურებენ ადამიანები მსგავსი ტიპის ვიდეოებს და ზოგადად რატო ინტერესდებიან მსგავსი რაღაცეებით, მათ შორის ფილმებში თუ წიგნებში, გახლავთ ერთი საკმაოდ საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც ეწოდება აღმავალი სოციალური შედარების ფენომენი. ამ აღმავალი სოციალური შედარების ფენომენის მიხედვით, ჩვენ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ვადარებთ ვიღაც სერიულ მკვლელს, ბევრად უფრო კარგ ტიპად მიგვაჩნია ჩვენი თავი. და ამას გარდა, რაც არ უნდა ცუდ გარემოში ვცხოვრობდეთ, ბევრად უფრო კარგად ცხოვრობთ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ელ სალვადორის ციხეში არიან. გადადით ეგ ვიდეოც ნახეთ, თუ არ გაქვთ ნახე. ანუ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ იმის ნაცვლად, რომ მსგავსი ტიპის ფილმებმა ან ვიდეოებმა ჩვენში სტრესი გამოიწვიოს, პირიქით, ჩვენ მშვიდდებით და უსაფრთხოების ილუზიას ვიქნით. მაგრამ მოდით ახლა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ჯანდაბა უნდა მოუვიდეს ადამიანს საიმისოდ, რომ მსგავსი ტიპის ფსიქოპათი შეუყვარდეს. ფსიქოლოგები ამ შემთხვევაში საუბრობენ ბავშვობის ტრავმებზე. თუ კი ბავშვობაში სიყვარული და ძალადობა ერთმანეთს ენაცვლებოდა, შეიძლება ჩამოყალიბდეს ტრავმული კავშირი, იგივე trauma bonding. ასეთ ადამიანს მეცნობიერად სჯერა, რომ სიყვარული ყოველთვის ტკივილს უკავშირდება. ამიტომ მანიაკის ყურადღება, მათთვის ნაცნობი და მეტიც უსაფრთხო შეგრძნებაც კია. მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს მიზეზები საკმარისი არ არის საიმისოდ, რომ ადამიანს ფსიქოპათი შეუყვარდეს. და იმისთვის, რომ ბევრად უფრო კარგად აახსნა სხვა მიზეზებიც, მოდი დაუბრუნდეთ ეფტონ ბერტონს და ჩარლზ მენსონს. ეფტონის და მენსონის ქორწილი ჩაიშალა. მასზე უარი თავად მენსონმა თქვა, რადგან აღმოაჩინა, რომ გოგონას მანიაკის სიკვდილის შემდეგ მისი სხეულის გაყიდვა სურდა.
არც ის არის გამორიცხული, რომ გოგონას პოპულარობა სურდა, რადგან სერიული მკვლელები არაერთი კამერის ობიექტივში ხვდებიან. მათზე წერენ სტატიებს და იღებენ ვიდეოებს. ანუ გამოდის, რომ ეფტონ ბერტონს რეალურად მენსონი არ უყვარდა და მისგან სურდა მხოლოდ პოპულარობა და შემდგომ უკვე მისის სიკვდილის შემდეგ და სხეულის გაყიდვის შემდეგ ფული. საწყალი ჩარლზი, რაც უდად მოექცა ეს გოგო, კარგია რომ ქორწილი არ შედგა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობა. საბოლოო ჯამში თუ კი ამ გოგოს პოპულარობა სურდა, მაშინ უნდა გავარკვიოთ პოპულარობის სურვილის სამ ტიპში, ესენი გახლავთ ნორმალური, ნევროტული და პათოლოგიური. ნორმალურ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ ცნობადობასა თუ პოპულარობას კარიერული წარმატების, ხელოვნებაში წარმატების ან თუნდაც უბრალოდ კარგი ხუმრობების თქმის ხარჯზე. ნევროტული ეტაპის შემთხვევაში ადამიანი ექსპრესიულია და შესაბამისი ქმედებებით გამოირჩევა. მისთვის გამომწვევი და ექსცენტრიული ფრაზების სროლა ჩვეულებრივი ამბავია. პათოლოგიურ ეტაპზე კი ადამიანი ყურადღების გამო ყველაფერზეა წამსვლელი და ასეთი ადამიანები ბევრად უფრო მარტივად ებმებიან სერიული მკვლელების მახეში, რადგან კრიმინალების დიდ ნაწილს ბნელი ტრიადის მიმზიდველობა ახასიათებთ. და თუ არ იცით რა არის ბნელი ტრიადა, ახლავე აგიხსნით. საუბარი მაქვს ფსიქოპათიაზე, ნარცისიზმზე და მაკიაველიზმზე. ეს ბნელი ტრიადის სახელით ცნობილი ტერმინია, რომელიც სამეცნიერო წრეებში სულ ცოტა ხნის წინ, 2002 წელს გაჩნდა. სამეცნიერო კვლევებმა, რომლებიც ფსიქოპათებს შეისწავლიდნენ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიული სკანირების შემდეგ, იგივე MRI სკანირების შემდეგ, აღმოაჩინეს ის, რომ მათ შემცირებული აქვთ აქტივობა ამიგდალაში. ამიგდალა კი თავის მხრივ პასუხისმგებელი არის შიშზე. სწორედ ამიტომ მათთვის არ არსებობს მორალური შიშის განცდა. ეს ფიზიკური განსხვავება მათ ქცევებს კიდევ უფრო საინტერესოს და საშიშს ხდის. ამავდროულად ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ფსიქოპათები საკმაოდ იშვიათი ქარიზმით არიან დაჯილდოვებულები და შესაბამისად მათ ძალიან იშვიათი, მომნუსხველი აურა აქვთ. ტრიადაში ნარცისიზმი პასუხისმგებელია საკუთარი თავის მნიშვნელობის გადაჭარბებულ განცდაზე, გრანდიოზულობაზე, უნიკალურობის რწმენაზე და აღტაცებულობის მუდმივ მოთხოვნილებაზე. სწორედ ამიტომ პასუხობენ ციხეში მყოფი სერიული მკვლელები მიღებულ წერილებს, რადგან მათი დახმარებით ისინი კიდევ ერთხელ რწმუნდებიან საკუთარ განსაკუთრებულობაში. მეორეს მხრივ კი ფსიქოპათია პასუხისმგებელია ემოციურ სიცივეზე, ემპათიის ნაკლებობასა და არაკეთილსინდისიერებაზე. სწორედ ეს კომპონენტი ანიჭებს მათ იმ იშვიათ და მომნუსხველი ტიპის ქარიზმას, რომლის მთავარი ილეთიც ეგრეთ წოდებული love bombing-ია. ფსიქოპათების შესანიშნავი მანიპულატორები არიან, რომლებიც მსხვერპლს უქმნიან იმის ილუზიას, რომ ისინი ერთადერთი და განსაკუთრებულები არიან. და ბოლოს მაკიაველიზმი. ეს გახლავთ უნარი, რომ გამოიყენო სტრატეგიულად ადამიანი საიმისოდ, რომ მიაღწიო თავიდან ბოლომდე ყველა შენთვის სასურველ მიზანს. სწორედ ამ უნარის დახმარებით ახერხებენ ფსიქოპათები იმას, რომ შეიტყუონ ხაფანგში არა მხოლოდ მსხვერპლები, არამედ ჰიბრისტოფილი ადამიანები, რომლებიც მათთვის ერთი პატარა ფიგურები არიან დიდ საჭადრაკო დაფაზე, რომელშიც მთელი პარტია იმას ემსახურება, რომ მიაღწიონ პოპულარობას, მიიღონ ფულადი სარგებელი, ან არადა თავიანთი ცისხლიანი ფანტაზიები დაიკმაყოფილონ. მე არასდროს მინახავ შენაირი ადამიანი. ეს ის ფრაზაა, რომელსაც ფსიქოპათები ხშირად იყენებენ. ის ფრაზა, რომელიც ყურადღება მოწყურებული ჰიბრისტოფილისთვის იდეალურია. სხვათა შორის ამ ფრაზას საკმაოდ ხშირად იყენებდა რიჩარდ რამირესი. მაგრამ თუ არ იცით ვინაა რიჩარდ რამირესი, მოდი რამირესის მოკლე ისტორიასაც მოგითხრობთ. რიჩარდ რამირესი, რომელიც ცნობილია მეტსახელით ღამის სტალკერი, გახლდათ ამერიკელი სერიული მკვლელი, მოძალადე და ქურდი, რომელიც 1980-იანი წლების შუა პერიოდში ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოს ატერორებდა. მან სიკვდილ მისჯილთა საკანში 24 წელი გაატარა. თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებას იტოვებდა და თავის ერთგულ თაყვანისცემლებს წერილებსაც უგზავნიდა. რამირესი კონვენციურად მომხიბვლელ ადამიანად მიიჩნეოდა და მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავედ ცნეს 13 მკვლელობაში, 11 გაუპატიურებასა და 14 ძარცვაში, იგი საკმაოდ ზრდილობიანი და 7 გაწონასწორებული ადამიანი გახდა, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ჰალო ეფექტს, იგივე ორეოლის ეფექტს. და მოდი ახლა ამ ეფექტზეც ვისაუბროთ.
ამ ეფექტის გამო ჩვენ ადამიანზე ან ობიექტზე არასწორი დასკვნების გაკეთება შეგვიძლია ერთი კონკრეტული დეტალის გამო. მაგალითად, სიმპათიური ტიპები ჩვენ ავტომატურად ჭკვიანები გგონია. სწორედ ეს მოხდა რამირესის შემთხვევაში და იგივე რამ ხდება ხშირად სხვადასხვა მოძალადესა თუ მანიაკის შემთხვევაშიც. იმიტომ რომ მაშინ, როცა სასიამოვნო გარეგნობის მქონე ადამიანი რაღაც გიჟურ იდეას აჟღერებს, იდეა იმდენად ცუდად არ ჟღერს, როგორც იმ შემთხვევაში იქნებოდა ეს რომ ვიზუალურად ნაკლებად მიმზიდველ ადამიანს გაეჟღერებინა. დიდი ალბათობით სწორედ აი ამ ეფექტის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ რამირესმა, რომელმაც საპყრობილეში 24 წელი გაატარა, ცოლი მოიყვანა. ცოლად მან მოიყვანა დარინ ლიოი, რომელმაც მას 75 წერილი მისწერა. ხო, საკმაოდ უცნაური შემთხვევა არის, მაგრამ დარინ ლიოი ამბობდა, რომ ის ყველაზე კარგად იცნობდა რიჩარდ რამირესს და რიჩარდ რამირესი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს მისთვის. თუმცა საბოლოო ჯამში ეს ეგრეთ წოდებული ოჯახი 7 წლის შემდეგ დაიშალა. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც რიჩარდ რამირეს დაუდასტურდა ბრალი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში. ჰიბრისტოფილია მწვანე აუნთო აგრესიასა და ძალადობას, თუმცა პედოფილია ზღვარს მიღმა აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ მათი ქორწინება ფსიქოლოგიურად იხსნება როგორც ატრიბუციის შეცდომა. მაშინ, როცა ჩვენ გვიყვარდება, ტვინი გარკვეულ შეცდომებს უშვებს. ტვინის პრეფრონტალური ქერქის ფუნქციური აქტივობა ქვეითდება, რაც რაციონალურად მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გვიშლის, რადგან ჯილდოს ცენტრები, ბირთვი აკუმბენსი და ვენტრალური ტეგმენტური არე დოფამინით ივსება. კარგი, მოდით ახლა ტერმინოლოგიით ნამდვილად არ დაგრილით, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ გვიყვარდება ადამიანი, ტვინი ირაციონალურად იქცევა, იგი ხშირ შემთხვევაში იმპულსურს ხვდის და შესაბამისად ჩვენ არ შეგვიძლია რომ საღი ლოგიკური დასკვნები გამოვიტანოთ. თუმცა ეს გარკვეული დროის შემდეგ ქრება, მაგრამ არ ქრება იმ შემთხვევაში, თუ კი ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. მაშინ, როცა ადამიანს აქვს დამოკიდებული პიროვნების აშლილობა, იგი კატასტროფასა და მარტოობას შორის ტოლობის ნიშანს სვამს და მაქსიმალურს აკეთებს საიმისოდ, რომ ძლიერ პარტნიორთან იყოს, რადგან სწორედ ამის ფონზე უჩნდება დაცულობის შეგრძნება. თუ კი ამ ყველაფერს დაუმატებთ ზოგად საკაცობრიო მორალის შესახებ მცდარ წარმოდგენებს, მივიღებთ ჰიბრისტოფილიას. ისევე როგორც ყველა დევიაციას, ანუ საზოგადოებაში მიღებული ნორმის დარღვევას, ჰიბრისტოფილიასაც, როგორც უკვე მივხვდით, საკმაოდ დიდი რაოდენობის მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. უბრალოდ მიმოიხედეთ ირგვლივ, აღმოაჩენთ, რომ დექსტერი ან American Psycho არ არის ერთადერთი ფილმი, რომელიც ამ ვიდეოში როგორც ნიმუში შემეძლო მომეყვანა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ კი ადამიანი უყურებს ეგრეთ წოდებული true crime ჟანრის ტიპის ვიდეოებს, ის აუცილებლად ადგება და ფსიქოპატს მისწერს. და არც იმას არ ნიშნავს ეს ვიდეო, რომ აბსოლუტურად ყველა ფსიქოპატს აქვს რაღაც ჯადოსნური მომნუსხველი ქარიზმა. არა, რა თქმა უნდა არა. თუმცა ისტორიის განმავლობაში, რა თქმა უნდა, დარინ ლიოი და ეფტონ ბერტონი არ იყვნენ ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც ფსიქოპათები შეუყვარდათ. საკმაოდ ხშირად როგორც დამნაშავეებს, ასევე მათ მიმართ სიმპათიებით განწყობილ ადამიანებს რეალურად სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. საზოგადოება კი მზად უნდა იყოს საიმისოდ, რომ არ განსაჯოს ის ადამიანები, რომლებიც ფსიქოლოგთან ეწერებიან. ჯანსაღი საზოგადოების მიზანი წესიდარიგით უნდა იყოს ის, რომ ემპათიური დამოკიდებულება ჰქონდეს არა მკვლელებისა თუ ფსიქოპათების მიმართ, არამედ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ფსიქოპათებისა და სერიული მკვლელების მსხვერპლები არიან. მე კი გამიხარდება თუ კი true crime ჟანრის ვიდეოები რამენაირად მაინც მოახდენს დანაშაულის პრევენციას, თუმცა ქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ არხზე ბევრი ასევე საკმაოდ საინტერესო, მაგრამ მართლაც შემეცნებითი მიმართულების ვიდეოები იდება და თქვენ მექნება რომ მაგ ვიდეოებსაც გადახედოთ. კარგი, ახლა უკვე დაგემშვიდობებით, დროებით, მაგრამ ერთ რაღაცასაც გეტყვით. არხზე უახლოეს მომავალში ვფიქრობ ბომბასტიური ვიდეო დაიდება. ახლა უკვე ნამდვილად დროებით. Adiós.